გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი განცხადებას ავრცელებს და იმ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც საუბარი იყო, რომ რეაბილიტაციის ფარგლებში დროებითი გადახურვა და მისი გათბობის სისტემა გელათის შიგნით ფრესკებსა და კედლებს გრძელვადიან პერიოდში დამატებით პრობლემებს შეუქმნის. გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი ამ ინფორმაციას სიცრუესა და დეზინფორმაციულ კამპანიას უწოდებს და განმარტავს, რომ გელათის დროებითი გადახურვის პროექტი ევროპელი და საერთაშორისო სპეციალისტების შემუშავებულია და მასში გათვალისწინებულია რეგიონის კლიმატური სპეციფიკა. მათ შორის ის, რომ ტაძრის დროებით გადახურვაზე არ შეიძლება 20 სანტიმეტრზე მეტი სიმაღლის თოვლის დადება. ამის თავიდან ასაცილებლად კი სწორედ გათბობა ვენტილაციის სისტემაა დამონტაჟებული, რათა საჭიროების შემთხვევაში თოვლი ეფექტიანად დაადნონ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ წლევანდელი კლიმატური პირობების გათვალისწინებით გათბობის ჩართვა შესაძლებელია საერთოდ არ გახდეს საჭირო, თუმცა საჭიროების შემთხვევაშიც საუბარია რამდენიმე საათიანი ციკლებით გათბობის გამოყენებაზე და არა მუდმივ ჩართვაზე. გელათის დროებითი გადახურვის პროექტს, მისი მასშტაბის, სირთულისა და კომპლექსურობის გათვალისწინებით, არც საქართველოში, არც ზოგადად, რეგიონში განხორციელებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია კონსერვაციის კუთხით ანალოგი არ აქვს. საერთაშორისო მასშტაბის ინჟინერ-რესტავრატორი ბატონი ნიკოლა ბერლუკიც კი, რომელსაც მსოფლიოში 400-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე აქვს განხორციელებული სარესტავრაციო სამუშაოები და რომელიც გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროცესს ხელმძღვანელობს, გელათის მთავარი ტაძრის გადახურვის კონსტრუქციას უნიკალურ პროექტად მიიჩნევს. ვფიქრობთ, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისათვის საამაყო უნდა იყოს გელათის რეაბილიტაციის ისტორიული პროცესისათვის თვალისდევნება, თუნდაც კრიტიკული, მაგრამ არა ჩასაფრებული და ავის მსურველი თვალით. კვლავ შევახსენებთ საზოგადოებას. გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი საერთაშორისოდ აღიარებული უმაღლესი რანგის სპეციალისტების ჩართულობითა და ხელმძღვანელობით ახორციელებს გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციას და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თითოეული საპროექტო აქტივობა სიღრმისეულ სამეცნიერო კვლევებსა და ანალიზს ეფუძნება. გვინდა დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც ჩვენი ერისთვის დიდი საკრალური მნიშვნელობისაა და ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის უტყუარ ბეჭედს წარმოადგენს, უფლის წყალობით, მაღალი საერთაშორისო პრინციპების თანახმად იქნება რეაბილიტირებული. ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.